მოგესალმებით მეგობრებო, რელაქსირდით, მოდით შევხედოთ რა მოდის წმინდაზე, რას დავინახავთ. პერიოდში ხართ, როცა იწყებს ადამიანი საკუთარი თავის უფრო ღრმად გაცნობას. ამ ეტაპზე გარეგნული სილამაზე უკვე აღარ არის თქვენთვის თავარი, ჩნდება სურვილი, რომ იპოვო შენი ნამდვილი ღირებულება ცხოვრებაში, საკუთარი მე რომ იპოვო, იცით, საკუთარ მეს ეძებთ. ბევრი დაბნეულობა იყო, კითხვები, მარტოობის შეგრძნება, მაგრამ ეს არის ამ ეტაპზე, რასაც გრძნობთ, ამ მარტოობაში ეს არის ძლიერი გარდაქმნის დასაწყისია. თითქოს შეხედეთ, თითქოს იბრუნებთ საკუთარ ძალას, რამ ხელა ყვავილი ამოდის, ხო ხედავთ. ძალას პოულობთ და ხვდებით იმას, რომ შეიძლება და შეგიძლია გავლენა მოახდინო როგორც საკუთარ ცხოვრებაზე, ისე გარშემო მყოფებზეც, თქვენ მოქმედებთ ყველაზე თქვენი დადებითობით და ნეგატიურადაც სხვათა შორის, მაგრამ თქმა უნდა ცდილობთ რომ უფრო დადებითი იყოთ ვიდრე ნეგატიური. შეხედეთ სანთელი როგორ შავდება. ბევრი ნეგატივია სხვათა შორის ცხოვრებაში, ბევრი ცრემლი იყო ვიღაცასთან, ბევრი კითხვა. შეხედეთ, იშლება პირდაპირ ვარდი, ცხოვრებისეული ვარდი, რომელიც მაჩვენებს, რომ სამკუთხედიც იყო ვიღაცასთან, პრობლემები, ფინანსური პრობლემები. ახლა უკვე პერიოდია, როცა პოულობთ საკუთარ თავს და იცით, საიდან როგორანაირად უნდა იმოქმედოთ, რომ გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრება, თქვენი ცხოვრებისეული ასპექტი და ნებისმიერი ფაზა ცხოვრების. გინდათ რომ შეცვალოთ, ხედავ, მართლა შეცვლით სხვათა შორის. ეს ნეგატივი უნდა მოიხსნას და აუცილებლად გაჩნდება თავდაჯერებულობა საკუთარ თავში. აქ იყო მთავარი გამოცდა თქვენს ცხოვრებაში, რომ არ დაკარგოთ თავი ემოციებში, ცრემლებში და ზუსტად არ დაგიკარგეთ. არ გაბოროტებულ ხართ, ზუსტად ისეთი ხართ, როგორიც იყავით ბავშვობაში. არაფერი შეცვლილა.